გამარჯობათ. მე არა ვარ ისტორიკოსი, მაგრამ ინტერნეტში მოვიძიე რამდენიმე ცნობა და მინდა უბრალოდ წაგიკითხოთ. პირველი ებრაელი რეპატრიანტები პალესტინაში ჩავიდნენ 1882 წელს. დაახლოებით 30,000 კაცი. და მათი მიზანი იყო პატარა, მცირერიცხოვანი ებრაული დასახლებების შექმნა პალესტინაში. ამას მოყვა მეორე ტალღა, 40,000 კაცი. შემდეგ იყო მესამე, ასევე 40,000 კაცი. შემდეგ მეოთხე, დაახლოებით 70,000 კაცი. შემდეგ ყოფილა მეხუთე ტალღა, მაგრამ უკვე 250,000 კაცი. მეორე მსოფლიო ომს გამოქცეული ებრაელები პატარ-პატარა ჯგუფებად ჩადიოდნენ თურმე პალესტინაში და სახლდებოდნენ. უკვე 1920 წლიდან დაწყებულა კონფლიქტები არაბებსა და ებრაელებს შორის. ამიტომ 1947 წელს გაეროს მიუღია რაღაც გადაწყვეტილება, რომ ებრაელებისთვის შეექმნათ თავისი საკუთარი სახელმწიფო. ამ დადგენილების მიხედვით ებრაელებისთვის უნდა გამოყოფილი ყოფილიყო პალესტინის ტერიტორიის 7%. ებრაელთა პირველი ჩასახლების დროს პალესტინელები ყოფილან დაახლოებით 9 მილიონი კაცი. ებრაელები კი 20,000 კაცი. ებრაელებს 1882 წელს პალესტინის 1%-ზე ნაკლები ეკავათ. 140 წლის შემდეგ პირველი ჩასახლებიდან მათ უკავიათ 78%. მსოფლიოში დაახლოებით 500 მილიონი არაბია. ერთი იმდენი სხვა ეროვნების ადამიანები, მაგრამ არაბებთან ძალიან დაახლოებულები. გინდ მენტალობით, გინდ რელიგიურად. საქართველოში არაბების ჩამოსახლება გარდაუვალად გამოიწვევს კონფლიქტებს და რაღაც არ ამგონია, რომ არაბებმა მერე გაეროში იჩივლონ. როგორ იქცევიან ნორმალურ ქვეყნებში? იაპონიის მოსახლეობა ყოფილა 123 მილიონი კაცი. აქედან არაიაპონელები არიან 3%, აზიელები, ჩინელები, კორეელები, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ მოქალაქეობა, არამედ მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი. ვისაც გიყვართ არაბული კულტურა, გსიამოვნებთ დილით მოლას ხმაზე გაღვიძება. განსაკუთრებით გიზიდავენ შავებში ჩაცმული ჩადრიანი ქალბატონები. შეგიძლიათ არ დაელოდოთ არაბული ქალაქების აშენებას, უკვე აშენებულია, უკვე გამზადებულია. შეგიძლიათ გადასახლდეთ არაბეთში, სიამოვნებით მიგიღებენ, შეგიძლიათ იქ წახვიდეთ. ჩვენ კი ღმერთს ვებარებოდეთ.